მოგესალმებით მეგობრებო, მე გაბრიელი ვარ, ეს მოტუაურაა. დღევანდელი ჩემი სტუმარი კი ჩემი მეუღლეა. და რატომ? დიდი ხანი ამ სტუდიიდან არ დაუბრუნებულ ვართ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სამოგზაუროდ ვიყავით, ვინც ადევნებდით თვალს, ნახავდით რომ ჩემი სპორტ ბაიკით ჩვენ ორნი ვიყავით ევროპაში, სადაც შემოვიარეთ 8 ქვეყანა. აქ 8-დან ერთი იყო თურქეთი, სადაც ფეხით მოგვიწია სიარული და დანარჩენ 7-ში უკვე მოტოციკლებით. ბევრი კითხვა წამოვიდა თუ რა დაგვიჯდა მოგზაურობა, რამდენად კარგი იყო, დავიღალეთ თუ არა, კიდე წავიდოდით თუ არა და ასე შემდეგ და დღეს გვინდა რომ ამ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, დაღლით დავიღალეთ, მაგრამ იმდენად სასიამოვნო დაღლა იყო, რომ ნამდვილად ღირდა და როგორც კი მომეცემა საშუალება, აუცილებლად კიდევ წავალ. ყველასთვის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო, რა დაგვიჯდა ეს მოგზაურობა და ამ ყველაფერზე მოვყვებით ჩვენ ორი. მოკლედ, პირველი ხარჯი რაც გქონდა, იყო, როგორც მახსოვს, თბილისიდან სტამბოლამდე გადაფრენა. კი. ეს ხარჯი იყო დაახლოებით მგონი 100 евро იყო თუ არ ვცდები, აქედან გადაფრენა. ევროში გადავიხადეთ თუ დოლარში? არ მახსოვს. დაახლოებით $100 ფრენა. ეგ ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ გააჩნია რა დროს, რა ფასად ნახავთ ბილეთს. მაგრამ წასვლამდე ჯერ იყო მოტოციკლის მომზადება. ძირითადი ხარჯი რაც გქონდა, სანამ წავიდოდი მოტოციკლეტისთვის, რომ დამეყენებინა ახალი საბურავები, კბილანები, ზეთები, ფილტრები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კონკრეტულად ჩემ მოტოციკლზე დამიჯდა დაახლოებით $5,000, მაგრამ ესაც ძალიან ინდივიდუალურია, თქვენ მოტოციკლზე რა ჯდება, ესა თუ ის ნაწილები, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მოიძიოთ, ნახოთ და გაარკვიოთ, ეგ დათვლადია, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა დაგიჯდებათ თქვენი მოტოციკლეთის კარგად დასერვისება და გამზადება ამ ხელა გზისთვის. შემდეგ როგორც აღნიშნეთ, გადაფრენა იყო სტამბოლში და მოტოციკლეთი გავგზავნეთ ბულგარეთში. ბათუმიდან ბულგარეთამდე მოტოციკლეთის გაგზავნა დაგვიჯდა €300, კი, евро. 300 евро გაგზავნა, 300 евро გამოგზავნა. ეს დაახლოებით €600 მოტოციკლეთის წაღება წამოღება. დანარჩენი ხარჯები რა გქონდა ახლა იქ? ყოველ დღე სასტუმროში საშუალოდ ვიხდიდით, შენ ჯავშნიდი ხოლმე და შენ გემახსოვრება? ყოფილა შემთხვევა, რომ თქვა 150 ლარადაც დაგვიჯავშნია ერთი სასტუმრო, ყოფილა შემთხვევა, რომ 300 ლარადაც დაგვიჯავშნა, აი 150-დან 300 ლარის ფარგლებში ორ კაცზე ხან სასტუმროში იყვებად შედიოდა, ხან არ შედიოდა. გააჩნდა ესე. იტალიაში უფრო ძვირიჯდებოდა როგორც წესი. საშუალოდ მოგვიწია დაახლოებით 200 ლარი დაახლოებით 250 ლარი. ეს გააჩნია რამდენი ხნით დაგეგმავთ თქვენ წასვლას მაღაზია დამოკიდებული ხარჯი რა გექნებათ. ჩვენ ვიყავით 14 დღე წასულები, მაგრამ ამ 14 დღიდან ერთი დღე დეიდაჩემთან დავრჩით, არ ქონდა ხარჯი. ერთი ღამე გემით მოგვიწია. ერთი ღამე გემით და ნაკლები მოგვიწია უფრო და გააჩნია რამდენი ხნით წახვალთ. ესაც ძალიან მარტივად ასათვლელია, საშუალო თუ გინდათ რომ 10 დღე წახვდეთ, 10 დღე არის ძალიან ცოტა, მაგრამ დაახლოებით 2000-2500 ლარამდე გჭირდებათ ამ 10 დღის განმავლობაში სასტუმროში რომ დარჩით. თუ ერთი თვით წახვალთ, შესაბამისად იმ თანხას დაითვლით. მინდა გირჩიოთ, რომ ორი კვირა არის ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. აი ერთი მაგდანი კიდე რო ქონოდა კარგი იქნება. ორი კვირა ხო, ერთი თო რომ იყოთ სამოგზაურო ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვაფერხა რა? ბავშვები, ოჯახი, ერთ სული ქონდა, ვიდეოები მიცნახეთ, ბოლოს უკვე ერთ სული ქონდა ჩამოსულიყავი საქართველოში და ბავშვები. გამოქცევაზე ვიყავით, ისე გონატრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასწაული იყო, იქ ყველაფერი ძალიან მაგარი იყო. სანამ გადავალთ იქ რა დავიღალეთ, სად ვისვენებდით და ასე შემდეგ, ჯერ ხარჯები მოვილიოთ მაშინ. ხარჯები ქონდა კიდევ რა, კვებას რაც შეეხება, დიდად საოცარი ხარჯები არ მქონია მე მგონი. იმიტომ რომ დრო არ მქონდა რომ სამდე რესტორანში, კაფეში კარგად გელას დამსხდარებად. ჩვენ ძირითადი კვება იყო სასტუმროში საუზმე, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურებზე. ბენზინგასამართ რაღაც წავიხმსებდით და საღამოს ვცდილობდით რომ სამდე დამსხდარიყავით. ან კაფეში, ან ფასტ ფუდზე გავსულიყავით, რაღაც მაკდონალდსში, ან მსგავს რაღაცაში, იმიტომ რომ ისეთ დაღლები ვიყავით, რომ აღარ შეგვეძლო რაღაც კაი კაფის ან რესტორნის ძებნა და უცებ რაც შეხვდებოდა, იქ ვჭამდით. მაგაში საშუალო დღეში თუ გახსოვს, რამდენი გვეხარჯებოდა? გააჩნია, ეხლა კაფეში თუ დავხდებოდით, მე მგონი კაცზე €15 დაახლოებით ესე რა.
ნუ აი რაღაცა ადგილობრივ კერძებს რო სინჯავდით ხოლმე და ასე შემდეგ, სადღაც 15-20 ევრომდე ალბათ. თუ რაღაცა სასწაული იქნება და ისიც იტალიაში. იტალიაში უფრო ძვირი იყო, კი. და რაც უფრო ზევით ავდიოდით, იქ უფრო ძვირდებოდა. ანუ პირობითად მილანში აღა ყველაზე ძვირი იყო, მერე კომოზე კიდევ უფრო ძვირი და ნუ ესე. ანუ საშუალოდ ორ პერსონაზე ყვება 100 ლარი დაახლოებით. ნუ საქართველოშიც იგივე თანხმობა იჯდება დაახლოებით. მაგრამ აქ უკვე იგივე ფასებია. მაგრამ იყო ადგილები საბერძნეთში მაგალითად იაფი იყო, კიდე შეგვხვდა ბევრი ისეთი ადგილი, ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრად იაფი იყო ყვება. ნუ ყვება დარჩენა გავიარეთ, ეგაც გააჩნიათ ხეში რამდენჯერი ყვებებით. მე მაგალითად 4-5-6 ოჯახის ზარალი. მაგ ხრი ცოტა ზარალი ვარ კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ყვება და მით უმეტეს როდესაც სამოგზაუროდ ვარ, რაღაც უცხო კერძების დაგემოვნება ძალიან მიყვარს, ამიტომ ბევრის ჭამა მიწევს ხოლმე და ბევრ თანხას ვხარჯავ. ნუ ხშირ შემთხვევაში ამდენს არიღებენ ხოლმე საკვებს. მეგობრებთან რომ მიდივარ ხოლმე ძალიან უყვირთ და მაგიტომ უყვირთ ხოლმე. სულ როგორ შეიძლება ხშირად. თქვენც შეგიძლიათ დაახლოებით მასე დაითვალოთ ორ ადამიანზე, ნუ 50 ლარიდან 100 ლარამდე გააჩნიათ საათ. რა შეჭამ, ამდენს შეჭამ და რა ადგილას ხო? ხარჯი ქონდა შემდეგი საწოვის. საწოვი როგორც მახსოვს. იმაზე მეტი გამოვიდა ვიდრე დავთვალეთ, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა გათვლილი დაახლოებით 4 ლარი 1 ლიტრზე. და კურსთა შორის სხვაობამ დიდი განსხვავება მოგვცა კიდე. კი. და საშუალოდ რო ნახეთ, ისა ევრო 80-დან 2 ევრომდე ღირდა საწოვი გააჩნია სად ჩაასხადვით და როგორ ჩაასხადვით. ჩვენ კიდე ეკონომიას იმით ვაკეთებდით, რომ თვითმომსახურების საწოვზე ვასხავდით და დაახლოებით 10-დან 20 ცენტამდე იყო ხოლმე სხვაობა. 20 ცენტს ვზოგავდით მაგით. მაგრამ მაინც ბევრი დაგვიწოდა. ნუ თქვენს მოტოციკლი იქნება თუ მანქანა იქნება, რამდენს გიწვავთ 100 კილომეტრზე, მაგის მიხედვით უკვე დაითვლით რა რაოდენობის საწოვი დაგჭირდებათ. ნუ საშუალოდ 2 ევრომდე, 2 ევრო უნდა იანგარიშოთ საწოვის ხარჯი. მოტოციკლების შემთხვევაში, რასაც წვავს თქვენი მოტოციკლი, იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ უფრო მეტს დაგიწვავთ. რადგან ბევრი ბარგი გექნება თუ ხო? ბარგი პლუს მგზავრი. ხო, ნუ მგზავრთან ერთად არ მგონია ეგეთ სიგიჟებნი გააკეთოს და სტუპორი ბაიკით ორნი წავიდნენ ერთად, მაგრამ ნუ მაინც ბარგი წონა წვას უმატებს უფრო. იქნები იდეა მოიწონათ და შემოგვიერთდნენ მე. დავაჩელენჯოთ მეგობრებო. სპორტ ბაიკით ორნი წადით და გადაიღეთ ვიდეო და მე ჩვენს აგეწევით. მე ყველას ურჩევ. კაი იყო ძალიან კი. შემდეგი სხვა ხარჯი რა გქონდა? გზის გადასახადი, ყველაზე ტყუილად გადაყრილი თანხა, ჩემი აზრით. რატო აქამდე არ მოვიფიქრეთ, რომ რაღაცნაირად გვერდი აგვალა მაგისთვის? გზის გადასახადს გვერდი შეგიძლია აუვარო, ფასინგზაზე არ გახვიდე, მაგრამ კარგავ დროს. ნუ დაახლოებით ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში რო ჩავსულიყავი, თუ გჭირდებოდა 5-6 საათი. ნუ აი 8 საათი მინიმუმ გიწერდა მე. კი ბატონო, ფასინგზაზე რო არ წასულიყავით, უფასო გზით გემგზავრათ, დაახლოებით 2 საათი, 3 საათით მეტი დრო გეხარჯებოდა. უფრო დამღლელიც იქნებოდა თან. ჩვენთვის კიდე დრო ძალიან ბევრს ნიშნავდა მათ. ასე რომ დაახლოებით ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში სადაც 1000 ლარი გადავიხადეთ ფასინგზებში. მაგდენი იყო? კი, მაგდენი მოგვიძე. მაგალითად, იტალიაში დავხარჯეთ ყველაზე ბევრი. რატომაც ისე მოუწერო ყველაფერი იტალიაში ყველაზე ძვირია. ფასინგზები შეხვდა საბერძნეთში, მაგრამ საბერძნეთში არ იყო ისეთი ძვირი რომ მას გასაგებებელი. 1-2 შეხვდა იმ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, ძალიან ცოტა შეხვდა მას. სლოვენიაში შეხვდა, მაგრამ მან ერთჯერადად დავიღეთ მე მგონი რაღაც. ვინეტკასაც რაღაც ავიღეთ. 10 ევრო თუ რაღაც და ძალიან იაფი. და იტალიაში ახლა რო გითხრათ, რომიდან მილანამდე მაგალითად დაახლოებით 25-დან 30 ევრომდე გადავიხადეთ და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ამ თანხას რო ვიხდი და მთელი იტალია ის გავლა რომ მოგვიწია საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრი ფასიანი გზა შეხვდა და ყოველდღე გვიწევდა დაახლოებით მაგდენი თანხის გადახდა. კი, ბევრი გადავიხადეთ ძალიან. სხვა ხარჯი ქონდა რა? სუვენირები, შოპინგი და ნუ ეგ ხა ინდივიდუალურია. ეგაც კი გააჩნია რას შეიძენთ, რას იყიდით. მე მაგათად გეგმაში მქონდა რომ ძალიან მინდოდა ახალი ჩაფოტო შეძენა იტალიაში და ძალიან კარგ ფასად შევიძინე. ეგ ვიდეოშიც ვახსენე, ჩანს კიდევაც რომელი ჩაფოტოა. ეგ ჩაფოტო შენია თუ ჩემი? ჩვენია.
შენი იყოს მე ჩემი სულიც ყოფნის. ასე რომ ესეთ ადგილას რომ მიდიხართ, რავი, ცოტა თანხა უნდა ქონდეს გადადებული ჩაფხუტისთვის, ეკიპირებისთვის, მსგავსი რაღაცებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცები შეგხვდებათ. ძალიან მაგარი მაღაზია იყო. კი, ეკიპირებაც გვინდოდა, მაგრამ აღარც ადგილი გქონდა, აღარც ფული გქონდა და თან ეკიპირებაც გქონდა უკვე საკმარისი და მაგითო აღარ ვიყიდე. რაღაც რო შეგხვდროდა ისე ძალიან კარგ ფაზაკლებაში, რაღაცას შეიძლება გვეყიდა, მაგრამ ნუ ვეღარ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში ჩვენ დავხარჯეთ ამ 2 კვირის განმავლობაში 15,000 ლარი. ეს მოგზაურობაში. ნუ 5,000 ლარი დაახლოებით მოტოციკლის მომზადება, ჯამში გამოგვიდა 20,000 ლარი. ნუ ძალიან რთულია მესმის ამ 20,000 ლარის შეკრება და ჩვენ ძალიან გაგვიმართა იმაში, რომ სპონსორები დაგვიდგნენ გვერდში. კიდევ ერთხელ და 1000 ჯერ და 100,000 ჯერ მადლობა სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს რომ იყვნენ ჩვენს გვერდში, იმოგზაურეს ჩვენთან ერთად, გაიზიარეს ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება და ასე შემდეგ ყველაფერში გვერდში დაგვიდგნენ ძალიან. ნუ იყვნენ კიდე სხვადასხვა სპონსორებიც, მაგრამ განსაკუთრებულად სოკარს მინდა მადლობა გადაუხადო, დანარჩენს რა თქმა უნდა ყველას ძალიან დიდი მადლობა. აქ ამონათდებიან ხა ეს უყველას ათთან. რაც შეეხება მოგზაურობას, ერთი წლის წინ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ნუ შემხვდა ლადოს ვიდეო და კიდე რამდენიმე უცხოელის ვიდეოებიც, სადაც მოგზაურობდნენ მოტოციკლებით და ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის მით უმეტეს თამოსთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო. ნუ ბევრი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ამდენ ფულს როგორ შევაგროვებდით, მერე როგორ დავიღლებოდით და როგორ შევძლებდით ამდენი რო გველო, მერე ოჯახი რა სიტყოდა და ბავშვებს როგორ დავტოვებდით, მერე მოტოციკლეთის იმდენად ანუ მოტოციკლეტს არ მქონდა იმხელა ცოდნა მოტოციკლეთის მიმართ, რომ გზაში რაღაც რო ყოფილიყო, ჩემით რო გამეკეთებინა. ნუ მაგრამ დღესდღეობით უკვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ მაგის მოგვარებას, რაღაცა თუ დაიმართება, როდესაც გააქვთ აი ეს smartphone-ი, უკვე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ რაღაცას იპოვი, მიაგნებ და გადარჩები რა. ანუ საშიში არაფერია. წლების წინ ხალხი რუკებით დადიოდა და ისინი ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში და სამოგზაუროდ მიდიოდნენ და ეხლა მით უმეტეს ყველაფერი ბევრად გამარტივებულია, რომ ასე რომ მაგალითად პრობლემა საერთოდ არ შეგვქონია ჩემი აზრით. კი, ძალიან უმარტივესად მოვიარეთ. თუ ვინმეს გსურთ ესე წასვლა და რაღაცები გაფერხებთ, იცოდეთ რომ ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ მოინდომეთ, დაგეგმეთ და წადეთ. აუცილებლად. მსგავსი ემოციები, აი, ჩემ ცხოვრებაში ჯერ არაფერს არ გამოუწევი. ხო და ეხლა მინდა ზუსტად ემოციებზე გადავიდე. ძირითადად სულ მე ვილაპარაკე მხარჯებზე, იმიტომ რომ თავს რაღაცები არ ახსოვ. ამიტომ ეხლა ემოციებს მინდა დავუბრუნდე. ძალიან რთული იყო ბევრმა მომწერა, რომ აი ამ როგორ შეძელი 4500 კილომეტრს გავლა 2 კვირაში. მაგრამ შენ კაი ჯანდაბას მართავდი მოტოციკლს. თამამ როგორ გაუძლოო რა? ვინც უკან მჭდარ ხართ, გეცოდინებათ, რომ ბევრად რთულია და ბევრად განსაკუთრებით სპორტბაიკზე. აი ამ ხელას გამერო. სპორტბაიკზე უკან ჯდომა და როგორ შეძელი დღეში რომ გადიოდი 600 კილომეტრს და არ დაიღო. თავიდან იყო ძალიან მეშინოდა მაგის, რომ მეთქი აი სადღაც შუაგზაში უცბად აი იმდენად არ დავიხალო, რომ აი მომიწიოს რაღაცა თქმა, რომ აი მოდი მე გადავფრინდები და შენ გააგრძელი ან რაღაც მაგას არ ვიზამდი, მაგრამ მაინც აი მაგის ძალიან მეშინოდა. მეგონა რომ ვერ შევძლებდი ბოლომდე. მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი გზა იყო, იმდენად მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები ყოველ დღე, რომ სულ ახალ რაღაც ნახულობ, სულ ახალ გზას გადიხარ, რომ აი ეს დაღლილობა გადაიფარებოდა, აი მთლიანად გადაფარა ამ ემოციებმა. პლუს თან ძალიან მარტივი იყო იმ ხრივ, რომ როცა გვინდოდა მაშინ ვაჩერებდით, დავიღლებოდი რაღაცა იქ მოვაჭერდი ხელს და მეთქი დავიღალე, გავაჩეროთ რაღაცა, ну აი სადაც გვინდოდა როგორც გვინდოდა ვისვენებდით და მე ახალი ენერგიით ვაგრძელებდით და შესაბამისად, ანუ არ გამჭიროებია, იმაზე ბევრად მეტად გამიადულდა ვიდრე მეგონა. ასე რომ მე მგონი ღირს ნამდვილად. ანუ ურჩევდი ხალხს რომ წავიდნენ მასე? აუცილებლად და მე თვითონაც კიდევ ძალიან ბევრჯერ წავიდოდი დიდი სიამოვნებით, იგივე ბაიკითაც. ნახოთ, ჯერჯერობით გაჩერებულია ჩემი ბაიკი, ახალი კანონის გამო, გადაკეთებული მაყურებელი გამო და ევროპა რო შემოვიარეთ, საქართველოში რო დავბრუნდი, ბათუმიდან უკვე თბილისამდე მომიწია ევაკუატორით წამოღება. ნუ მაგ ვიდეოსაც ნახავდით ალბათ, იმიტომ რომ უკვე ეს კანონი დახვდა და მას შემდეგ ჩემი მოტოციკლი უბრალოდ გაჩერებულია და დგას თავში. ყველაზე მეტად რა დროს გაგიჭირდა, რა დროს ფიქრობდი, რომ აი
ხუარ რამე ვქნაო. ყველაზე მეტად გამიჭირდა პირველი ყველაზე შორი მანძილი, აი ბულგარეთიდან საბერძნეთამდე, აი ძალიან რო დაცხა რაღაც მომენტში და აი უკვე რო იწელება ის გზა იწელება სალონიკამდე სანამ ჩავიდოდით. აი პირველი გასვლა მაინც რაღაცა ისეთი იყო, რომ მეთქი, ანუ ეხლა ესე დავიღალე და მე რა იქნება. მაგრამ ანუ მანდაც რომ მე გავიარეთ, მე იქ ცენტრში გავედით, რაღაცები დავათვალიერეთ, დავისვენეთ, მე უკვე ახალი ენერგიით ავივსე. და მე იმდენად აღარ გამჭირვებია შემდეგი გზები. პირველი მაინც უფრო რთული იყო პირველი დღე და მე უკვე თან ტელეფონში სკროლვა დავუმუღამე რაღაცა გზაზე რომ ვიყავით, ხან ვიღაცებს ველაპარაკებდი, ხან ვიდეოებს ვნახულობდი, ხან მუსიკა რაღაც და ნუ ეს ახალი პეიზაჟები, ფოტოებს იღებ, ვიდეოები რაღაც მე უკვე გიმარტივდება. ჩემი აზრით, მაინც პირველი დღე იყო უფრო რთული და მე უკვე ნაკლებად. აი ერთ-ერთი აი სიცხე ძალიან მაწუხებდა უკვე და კარგია რომ ყოველ საათში ერთხელ გრილდებოდით ხოლმე სადმე. დანარჩენი ისეთი არაფერი. როგორ გრილდებოდით? როგორ გრილდებოდით და შევდიოდით ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ მაღაზიაში, კონდიციონერს ცოტას ამოვიზონთქავდით, მე დავსხდებოდით ისე და მივდიოდით უკან. ჩემთვის სირთულე სიმართლე გითხრა დიდად არ ყოფილა, იმიტომ რომ ყოველ დღე იმაზე ფიქრობდი, რომ შემდეგი დღე უფრო უკეთესი იქნებოდა. უფრო უკეთესი რაღაცები გველოდა წინ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა ვენეციამდე. ვენეციამდე? კი. და ვენეციიდან რომ დავიზარეთ და უკვე წინ აღარც ისეთი აღარაფერი ხდებოდა და უკვე რო ხდები რომ საქართველოსკენ მოდიხარ და წინ ბულგარეთი და რაღაცები მოხდა. ბულგარეთის ბოლო დღე, აი პორტამდე სანამ ჩავედი და ეგ დამავიწყდა. ეგ დღე იყო კატასტროფა, იმიტომ რომ მაგ დღეს იყო ყველაზე დიდი სიცხე. ეხლა გამახსენდა. ეგ იყო ყველაზე დამღლელი. არ მინანია არც ერთი წამით პირიქით ძალიან მიხაროდა რომ ეს შევძელი, დაჟე ვერ ვიჯერებდი, შოქში ვიყავი რომ მე დღე ვერ ვიჯერებ. ხო, ჩემ ვიდეოს უყურებ ხოლმე რომ ეს ყველაფერი მევქენი ნამდვილად. კი, რამდენჯერ მქონია რომ ესე ჩასქროლა ტელეფონში და ეს მართლა გამოვიარეთ ამ სამხოლზე. იმდენად სწრაფად ხდებოდა ეს ყველაფერი, აი ორ კვირაში იმდენი რაღაც ვნახეთ, იმდენი რაღაც მოვასწარით, რომ რაღაც მომენტში ტვინი ვერ ასწრებდა მე მგონი ამ ყველაფერს გააზრებას და საღამოს რო გავჩერდებოდი სასტუმროში რაღაც მოწესრიგდებოდი, წყალს გადაველებდი, წამოწევდი და სანამ დავიძინებდით და რო ფიქრობდი რომ ანუ ეს დღეს მოხდა ეს ყველაფერი. ნამდვილად დღეს იყო. ეს როდის გავიარეთ, ეს სად იყო? ეს აღარ მახსოვს რაღაც. კი, ძალიან კაი იყო. იგივე პერიოდში წახვიდოდი ამ სიცხეებში? აი, პერიოდს ცოტა შევჩვინდი. და რა დროს ფიქრობ? ფიქრობ უფრო ივნისი ალბათ. იმიტომ რომ ივლისი ძალიან ცხელი გამოდგა. შედარებით ნაკლებ სიცხეებში. კი, ქვეყნებსაც გააჩნია ხა პრინციპში, ხა გერმანიით, ჩეხეთით და ესეთი ქვეყნებით რო წავსულიყავით, მათ შედარებით ნაკლებად გაგუჭირდებოდა ჩემი აზრით. აი, იქით ძალიან ცხელოდა იმ რაღაცა სიცხის ტალღარო იყო იტალიაში, ეგ დაგვამთხვა მაინც და მაინც ჩვენდა. და მოგვიწია კიდე გეგმის შეცვლა. სხვა გზებით უნდა გვევლო, ბოლოს უკვე რომ მოვდიოდით საქართველოსკენ, სხვა ქვეყნები უნდა გვენახა, ასე ვთქვათ, გეგმაში რაც ქონდა და მაგრამ მე მივხვდით რომ ძალიან დავიღალეთ უკვე, აღარაფერს თავი აღარ ქონდა, ერთ სული ქონდა ჩამოსული. ნუ გადარბენებზე რო ვიყავით, მაგითო. ხო, ნუ არ ვჩერდებოდით ფაქტობრივად, აი მაგიტომ რომ იგივე გზა რო გაგვევლო, რაც გავიარეთ, მაგრამ დრო გქონოდა ერთი კვირით მეტი, ბევრად სასიამოვნო იქნებოდა ეს ყველაფერი. და მეტ ქვეყანასაც ჩავატყიდით თან. მაგრამ დროში რო ხარ შეზღუდული, სულ გადარბენაზე ხარ, არ ჩერდები, დასვენების დრო არ გაქვს. და ამდენი მოძრაობით უკვე ბოლოს ერთ დაღლები ვიყავით, რომ რა გეგმაც ქონდა, მაგ გეგმისთვის რო გადაგვეხვია და იმ გზით წამოსულიყავით, რა გზითაც ახლა წამოვედით, დაახლოებით 200-დან 300 კილომეტრამდე მოკლე გზა იყო უფრო. და გადავწყვიტეთ, რომ ეს 300 კილომეტრი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და წამოვედით მოკლე გზებით. მაგრამ არ მინანია სხვათა შორის, იმიტომ რომ ისეთი ადგილები ვნახეთ, რაც გეგმაში არ ქონდა და ძალიან მოგვეწონა და ფიქრობდით, რომ აქამდე რატო არ ჩამოვედით და რატო არ დავათვალიერეთ ეს ქალაქები. სლოვენიას ესე ან ლუბლიანას შესვლას და რაღაც ესე არც ვაპირებდით და პირიქით დავრჩით კიდეც იქ. ბელგრადიც არ ქონდა გეგმაში და ბელგრადიც არ ქონდა და ძალიან ლამაზი იყო მართლა. ლუბლიანაც და ბელგრადიც ძალიან მოგვეწონა ორივე და კიდე სიამოვნებით ჩავიდოდი და ვნახავდი. ლონდ ჩავიდოდი ისე, რომ დრო მქონდეს და დამეთვალიერებინა და არა ისე როგორც ახლა შევირბინეთ და გამოვირბინეთ. ანუ ერთ დღეში გავირბინეთ ეგ სამი ქვეყანა, სლოვენია, ხორვატია,
ზერბეთი ხო? კი, ერთ დღეში გავიარეთ ეგ ყველაფერი. გზაში შეგვემთხვა კიდე, არ ვიცი ეს მოვყევი თუ არა, მე მგონი არ მომიყოლია, ჩემ მოტოციკლებზე ცოტა ზეთი წვეთავდა და ეს ზეთი ფეხსაცმელზე ხვდებოდა, ასე ვთქვათ, გზაში. აქედან წავედი თეთრი ბოტასებით. პირველი დღე ძალიან სუფთად ვიარეთ, ძალიან კომფორტულად და მეორე დღეს რო გავედით, ანუ ნახეთ როგორ არის ზეთი რო წვეთავდა, ხვდებოდა მოტოციკლეთის პლასმასზე. ეხლა აგიხსნით დაახლოებით გაჩვენებთ. აქედან რო ზეთი გამოდიოდა, აქ პლასმასებზე ხვდებოდა და ნელ-ნელა მოუყვებოდა ამ პლასმასის გამოვაში, ესე ნელ-ნელა და აქ ფეხი რომ ედო ფეხზე ეწვეთებოდა, მაგრამ იმდენად ცოტა ზეთი გამოდიოდა, რომ უმნიშვნელოდ იყო ეგ ყველაფერი. ანუ მოტოციკლებზე საკუთარ თბილისში რო ხშირად წმენდი, ხშირად რეცხავდი, სუკას უთავებდა და არც ეტყობოდა დიდად არაფერი და იქ რო გარეცხვა ვერ მოახერხე, სულ გზაში ვიყავი, სულ ავტობანზე ვიყავ, სულ ჩქარა მიწევდა სიარული, უკვე დაეტყო. ასე რომ მეორე დღიდან ჩემი ფეხსაცმელი უკვე სხვადასხვანაირი გახდა. შავ-თეთრი ფეხსაცმელი დავდიოდი. ნუ მესამე, მეოთხე, მეხუთე და ეს დრო რაც გადის, ჩემი ფეხსაცმელი უფრო და უფრო მეტად ისვრება, მაგრამ ახალი რო ვიყიდო თან მენანება, იმიტომ რომ პირდაპირ გასაფუჭებლად გამოვდის, რომ ვიყენებ. თან ეს დასრული ფეხსაცმელის დიდად არ მაწუხებდა, იმიტომ რომ სულ გზაში ვიყავით, სულ მოტოციკლით მივდიოდი და ანუ არც არავინ უყურებდა ამ ფეხსაცმელს. და რო ჩავედით უკვე ბელგრადში და მეორე დღეს ხორვატიაში იქ უნდა გადავიდეთ, ბულგარეთში უნდა გადავიდეთ და უკვე მოტოციკლით უნდა გავაგზავნო და თქვი ვიყიდოთ აქ მაინც ის რა ქვია სუფთა ფეხსაცმელი, კარგად გავწმენ და რაღაც 300 კილომეტრი თუ რაღაცა დარჩენილი, ამას უცებ გავული, მოტოციკლს გავშვები და სუფთა ფეხსაცმელით წამოვალთ თქო და შუა ღამეს გავედით მოლში. ანუ საღამოს უკვე რა ღამე იყო რომ ჩავედით ბელგრადში და 9 საათი იყო დარჩენილი მოლის დაკეტვამდე, ჩვენ რო გზაში ვიყავით და მიუსწარით როგორ 10 წუთი იყო დაკეტილი, ყველა უკვე ალაგებს ბარგდება, გამოდიან მოლები, იკეტებენ მაღაზიები და შევედით და 3 წუთში უცებ რას მოვასწარით, ესე რაღაცები ავიღეთ. პირველი ფეხსაცმელები ავიღეთ, ჰოპ-ჰოპ, იგვეტევა და წავედით. და გამოვედით და ესე პარკში ხო გვიწყვია ეს ფეხსაცმელები, გარეთ გამოვედით და ხალხიც ბევრი არ იყო იქ უკვე არ მოძრაობდა, არ ვიცი რატო, არ ვიყავით ახლა. გარეუბანში ვიყავით, ხო და მაგითო. ტურისტულ ადგილას და სამოძრაო ადგილას არ ვიყავით და გამოვედით, გამოვიხედეთ, ხალხი არ ჩანდა, იქ პირველი სკამზე ჩამოვსხედით და გამოვიცვალეთ ფეხზე ეს ფეხსაცმელები ეგრევე გადავყარეთ. ეგ რაღაც ძალიან ისე მიტივტირებს თავში, რომ აი ეგ ყველაფერი უნდა გადამეღო უბრალოდ. ოკეი. უბრალოდ ისე ვჩქარობდით, რომ ვაიმე ვინმე ვარ და გვინახოს რაღაცა, რომ ეგ ვეღარც მოვიფიქრე. ხო, იყო რაღაც მომენტები, სადაც ვერ გადავიღეთ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სულ კამერა ჩართული დავდიოდი, ნუ რაღაცები მაინც გამოგჩა და აი რომ ვიხსენებ, მაგას ვნანობ, რომ აი ყველაფერს უნდა გადაგვეღო თქო რა. ხო. შემდეგზე გავითვალეს წიგნით. ჯერ დამწყებები ვარ და ვეჩვევით. შემდეგ გეგმები, სამომავლო გეგმაზეც მინდა ვილაპარაკო. შენ ხوار გაქვს რამე გეგმა ზამთარში? ზამთარში ერთი ლადო თუ გადაწყვეტ ზიგდიდვალზე ასვლას ისევე შეგიძლია გაყვე რა ვიცი. არა, ლადოს ყავს ბაძილნიკი მაგაში. ნუ მესამეც დაემატები. შარშანი იყვნენ უკვე ორნი ასვები. ეგ სხვათა შორის გეგმაში მქონდა ასეთ საბოლოოს დაყენება და წასვლა, მაგრამ ამ დროისთვის არ განიხილება რა ნუ მე ერთადერთი ვფიქრობ, აი აზერბაიჯანის გზა თუ გაიხსნა. აი ბაქოში. ბაქოს ველოდები ძალიან დიდი ხანია და ვერ გვაღირსეს. კოვიდის მერე არა და არ გაიხსნა, მე მგონი ეგ საზღვარი და. ხო და ზამთარშიც გვინდა რაღაც გავაკეთოთ. ვერ შეგპირდებით, რომ რაღაც ქვეყნებს შემოვივლით და რაღაც მithumetes ზამთარში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სპონსორისგან, სოკარისგან კიდე წამოვიდა ესეთ შემოთავაზება, რომ ზამთარში რაღაცა საინტერესო თუ დაგეგმავთო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო და ჩვენც რატომაც არა, რაღაცებზე ვართ დამოკიდებული, რა თქმა უნდა, პირველი ის, რომ კანონი უნდა მოგვარდეს, კანონის ამბები, რომ მოტოციკლით სიარული შეეძლო. მეორე, გააჩნია ბაქოს საზღვარი, მაგ დროს როგორ იქნება, იმიტომ რომ ბაქოსაც არ გამოვიწყო თუ მანამდე საზღვარი გაიხსნა. ამინდები წესით ხელ შეგვიწყობს და მაგიტო. და ანუ ბევრ რაღაცაზე ვართ დამოკიდებული, ასე რომ ნახოთ რა და როგორ იქნება. სპონსორებზე მინდა კიდე ასე 1-2 სიტყვით თქვა. რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ დაუვიწყარ ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდი გვაჩქეს, მაგ ორი კვირით, რომ ცხოვრება ნამდვილად. მათი დამსახურებით ჩვენ ეს შევძელით.
მაგრამ მე ვარ ჩემი თავის უკმაყოფილო, რადგან ის მოლოდინი ვერ გავამართლე, რაც მინდოდა. ველოდებოდი რომ უფრო ბევრი ნახვა იქნებოდა ჩემს ვიდეოს, მეტი გამოხმაურება იქნებოდა და სპონსორებისგანაც უფრო მეტი ინტერესი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩემი ბრალი და რატო? TikTok-ზეც თუნდაც აქვს ესეთი ალგორითმი, რომ როდესაც სულ დებ ვიდეოებს, შენი დადებული ვიდეოც უფრო ვარდება და იქ რაღაც ხალხთან რო კომუნიკაცია გაქვს, უფრო მოთხოვნადია და წინა ზაფხულს რო ვიყავი ბათუმში ჩასული, თბილისიდან რო დავიძარი, მაშინვე დავიწყე რაღაც ვიდეოების გადაღება, რომ აი როგორ მივდიოდი, სად გავჩერდი, რას ვაკეთებდი და ხალხისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და თითო ვიდეოს, აი, ბევრი ნახვა ქონდა 50,000-მდე ნახვა ქონდა თითო ვიდეოს. იმიტომ რომ თითქოს იმ პროცესში იქ იყვნენ და მაგ მხრივ და მოტოციკლის მზადება რო დავიწყე, რაღაც დროის განმავლობაში ვერ მოვიცალე, ვერ მოვახერხე, რომ რაღაც ვიდეოები გადავმეღო და რაღაც ორკვირიანი ჩავარდა მქონდა, ასე ვთქვათ, ორი კვირის განმავლობაში შეიძლება 1-2 ვიდეო დავმედო TikTok-ს. და ჩემმა პლატფორმამ მიიძინა, ასე ვთქვათ რა და ჩვენ რო დავიძარით და რაღაც ვიდეო ავაწყერო, აი უკვე აქ ვართ მეგობრებო, ჩვენ უკვე დავიძარით, გიჟური მოგზაურობა იწყება ბულგარეთიდან, აქ ესეც და დავდე ეს ვიდეო და რო დავიძარით რა, ანუ ეს ვიდეო რო ავტვირთე ბენზინგასამართ სადგურზე და დავიძარით, მივდივართ და გზაში ვფიქრობ, რომ ეხლა რამდენი კომენტარი დამხვდება, რამდენი ნახვა დამხვდება და ამებს რო უპასუხებ და რაღაცა და მე რო უკვე თამამად ჩავწერ სხვადასხვა კომპანიების ვიდეოებს და მეთქი ისეთი ნახვები წამოვა, რომ შეიძლება სხვა კომპანია გამოჩნდეს ეხლა, რომ ჩვენც გვინდა სპონსორობა და აქედანვე ვითანამშრომლოთ და რაღაც და ჩერდები შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე, ასე ვთქვათ, რამდენიმე საათის შემდეგ და მობილურს ვიღებ, ეგრევე შევდივარ TikTok-ზე, რომ ნახო მეთქი რა ხდება და 245 ნახვა. ნუ რაღაც ცოტა მეთქი, ოპა, რა ხდება? გადავიღეთ მე შემდეგი ვიდეო, მეთქი ხა მაინც გავარდება თქო, ვიარეთ ისე რაღაც მოვიდა საღამო დავხედე და 7 ნახვა. ნუ უკვე რაღაც სიმწრის სიცილი ამეტყდა, გავსქრინე დაჟე და სტორზე მეტო Instagram-ზე რომ სპონსორებს რო ვეუბნები თქო, რომ აი დამასპონსორეთ ძალიან ბევრი ნახვა მექნება თქო და ორ ვიდეოში ჯამში რაღაც 260 ნახვამდე რომ მქონდა. მე ნელ-ნელა რაღაც ნახვებიც წამოვიდა, მაგრამ ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რაც მქონდა. ნუ YouTube-ზე უფრო ქონდა გამოხმაურება, ჩემი აზრით. ხო, მაგრამ ნაკლებად, მაინც უკვე ის სრულ ვიდეოებს რო დევდი. მოლოდინი უფრო მეტი მქონდა სხვათა შორის, ასე რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ არხი, აქტიუროთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გამიზიაროთ. საინტერესო კონტენტი დაგხვდებათ. გამიზიაროთ თქვენი იდეები, რა გსურთ, რო გადავიღო, როგორ გადავიღო, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. მე რაც მომდის თავში რაღაცებს ვცდილობ, რომ გაჩვენოთ თქვენს რა არის საინტერესო, როგორ უნდა იმოგზაუროთ, სად უნდა იმოგზაუროთ და ასე შემდეგ. მე მგონი ჩემი ვიდეოებით ბევრი დაფიქრდებოდით მაგ ყველაფერზე, რომ ღირს ნამდვილად ესე წასვლა და ესე რაღაცების ნახვა. იმედია ვიღაცას მოგეცით შთაგონება და ჩემი ვიდეოს შემდეგ ვინმე წახვალთ გადაიღებთ და იტყვით, რომ გაბრიელის დამსახურება მე რო აქ ვარო და მე ამაყად ვიგრძნობ უკვე თავს. ჩემგანაც დიდი რეკომენდაცია იქნება ესე სადმე წასვლას. შენ მეუბნები რომ ის იყიდეო, რა ქვია, GS. ეგ რო დავბერდებით მე. რო დავბერდებით. და მე რა შემოვიაროთ კიდე. არც ისე ახალგაზრდები ვარ ცხოთაშორს. ახალგაზრდები ვართ შენ. შენ პატარები ვართ, მოიცა. იმედია ამომწურავად გავეცით პასუხი თქვენ კითხვებს. თან უნდა მიმდენი საუბრა რომ მე არ დამაცადა რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ნუ აი პირველად გამოვჩდი ესე ვიდეოში და შემდეგებზე გამოგისწორებ. ხო, რამდენიმე დამწერა რომ რატო არაჩენო რა. რა ვიცი, არ უყვარს ლაპარაკი. მე კამერასთან მუშაობა ნაკლებად. უხმოდ არ არის პრობლემა, ანუ რაღაცა ვიდეოში რომ გამოვჩდე, ოკეი, მაგრამ ეს ლაპარაკი ნაკლებად. ხო და შევეცდები რომ ავალაპარაკო. ასე რომ დროებით მეგობრებო, მალე დაგიბრუნდებით. შემდეგი საინტერესო ვიდეოთი. ცოტა ხანი ჩავარდნა მქონდა, იმიტომ რომ ბაიკი ვერ გამომყავს და იმედია მალე მოტოციკლებით მიხილავთ. ან ისევ ამ სტუდიაში ახალი სტუმარით. აბა წარმატებები.